ამ უსაზღვრო კოსმოსში არსებობს ერთი კითხვა, რომელიც დიდი ხანია კაცობრიობას აწუხებს. მართლა მხოლოდ ჩვენ ვართ ცოცხლები მთელ სამყაროში? ბევრი ათწლეულის განმავლობაში ეს კითხვა არაერთხელ დაუსვამთ მეცნიერებს, ასტრონომებს და ჩვეულებრივ ადამიანებსაც კი. თუმცა მილიონობით საათის ცის დაკვირვების მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არსებობს პირდაპირ მტკიცებულება იმისა, რომ სხვა პლანეტებზე სიცოცხლე არსებობს. სანამ არ გამოჩნდა ერთი გასაოცარი განცხადება. 2025 წლის 17 აპრილს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა მათ აღმოაჩინეს სიცოცხლის ნიშნები შორეულ პლანეტაზე, რომელსაც K218b ქვია. ეს პლანეტა დედამიწიდან 120-ზე მეტი სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და ეხლა მას უფრო დეტალურად სწავლობს ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპი. მეცნიერების თქმით, მათ აღმოაჩინეს რამდენიმე ქიმიური ნივთიერება K218b-ის ატმოსფეროში, რომლებიც ჩვეულებრივ დაკავშირებულია სიცოცხლესთან დედამიწაზე. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ პასუხი ჯერ კიდევ გაურკვეველია, ერთი რამ ნათელია. ეხლა ჩვენ უფრო ახლოს ვართ ვიდრე ოდესმე იმის შესაძლებლობასთან, რომ დედამიწის გარეთ სიცოცხლე აღმოვაჩინოთ. და აქ იწყება კიდევ უფრო საინტერესო კითხვა. თუ მართლაც არსებობს სიცოცხლე სხვა პლანეტაზე, როგორი შეიძლება იყოს ის? შეიძლება ისინი გავდნენ იმ ცხოველებს, რომლებიც დღეს ვიცით? თუ იქნებ ისინი იმდენად განსხვავებულები არიან, რომ მაშინვე ვერ ამოვიცნობთ. ამ ვიდეოში ჩვენ დეტალურად განვიხილავთ ყველაფერს, რაც მეცნიერებმა აღმოაჩინეს. და ასევე ვნახავთ, როგორ დაასკვნეს მათ, რომ დედამიწის გარდა სხვა პლანეტაზეც არსებობს სიცოცხლე. და თქვენ ასევე უპასუხებთ დიდ კითხვას. მართლა მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ თელ სამყაროში? ასე რომ დავიწყოთ. მაგრამ სანამ დავიწყებთ განხილვას, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტ კრეატორებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. ამჟამად ასტრობიოლოგები იყენებენ ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკისა და პლანეტარული მეცნიერების კომბინაციას სხვადასხვა შესაძლო სცენარის შესაქმნელად. იმის ნაცვლად, რომ ეძებონ პატარა მწვანე არსებები, როგორც ხშირად ხედავთ ფილმებში, ისინი ცდილობენ გაიგონ, როგორი შეიძლება იყოს სიცოცხლე ისეთ პლანეტებზე, სადაც კლიმატი, გრავიტაცია და პირობები დედამიწისგან განსხვავებულია. და როდესაც ამ შესაძლებლობაზე ფიქს ვიწყებთ, ჩვენი წარმოსახვა უცებ ფართოვდება. ჩვენს გალაქტიკაში, რომელსაც ირმის ნახტომი ქვია, სავარაუდოდ 100 მილიარდი ვარსკვლავია და ამ ვარსკვლავებიდან ბევრს თავისი სისტემა აქვს. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, იქ შეიძლება უამრავი სამყარო იყოს, რომელიც ჯერ კიდევ ნათლად არ გვინახავს. და თუ სიცოცხლე დედამიწაზე წარმოიშვა, შესაძლებელია, რომ ის ზოგიერთ იმ სამყაროზეც წარმოიშვა. ამაზე ამჟამად არავინ იცის. მაგრამ სანამ მეცნიერების შემდეგ დიდ აღმოჩენას ელოდებიან, მათ უკვე დაიწყეს მოდელების შექმნა, თუ როგორი შეიძლება იყოს არსებები სხვა პლანეტებზე. და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მაგალითია ეგრეთ წოდებული წყლის სამყაროების კონცეფცია, პლანეტები, რომლებიც თითქმის მთლიანად ოკეანითაა დაფარული. დედამიწაზე ყველა ცნობილი სიცოცხლე წყალზეა დამოკიდებული. მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ყველაზე პირველი ორგანიზმები ოკეანეში დაიწყეს ფორმირება 4 მილიარდ წელზე მეტი ხნის წინ. ამიტომ, როდესაც ასტრონომები სხვა პლანეტებზე პოტენციური სიცოცხლის ძიებას იწყებენ, ერთ-ერთი პირველი, რასაც ეძებენ, წყალია. და არის ერთი პლანეტა, რომელმაც განსაკუთრებით მიიპყრო მკვლევართა ყურადღება. ეს არის TOI 1442b ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 100 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. კვლევების მიხედვით, ის უფრო დიდია ვიდრე ჩვენი პლანეტა. და შესაძლოა შეიცავდეს უზარმაზარი რაოდენობის წყალს. სინამდვილეში არსებობს მოდელები, რომლებიც აჩვენებს, რომ მას შეიძლება 1000-ჯერ მეტი წყალი ჰქონდეს ვიდრე დედამიწას. თუ ეს პროგნოზები სწორია, შეიძლება მთელი იმ პლანეტის ზედაპირი დაფარული იყოს უზარმაზარი ოკეანით. და თუ იქ სიცოცხლე არსებობს, დიდი ალბათობით ის წყალქვეშ დაიწვა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ზუსტად გვანან იმ თევზებს, ვეშაპებს ან ზვიგენებს, რომლებიც ჩვენ ვიცით. თუმცა ბიოლოგიაში არსებობს ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც შეიძლება იყოს მინიშნება და მას კონვერგენტული ევოლუცია ეწოდება. ეს არის პროცესი, როდესაც სხვადასხვა ორგანიზმები იღებენ მსგავს ფორმას, რადგან ისინი ერთნაირ გარემოში ცხოვრობენ. მაგალითად, ზვიგენი, დელფინი და ზოგიერთი უძველესი ზღვის რეპტილია, ისინი ნათესავები არ არიან, მაგრამ რადგან ყველა წყალში ცხოვრობდა, მათი ფორმა თითქმის ერთნაირია. გრძელი ტანი, ვიწრო წინა ნაწილი და ისინი ისე არიან მოწყობილი, რომ წყალში სწრაფად სურონ. ამიტომ ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ თუ TOI 1442b-ის ოკეანეში აქტიური მოცურავეები არსებობენ, შესაძლებელია მათაც მსგავსი ჰიდროდინამიკური სხეული ჰქონდეთ. მაგრამ ამით შესაძლებლობები არ მთავრდება. სოფლიოში, რომელიც თითქმის მთლიანად ოკეანეა, შეიძლება არსებობდნენ არსებებიც, რომლებიც უფრო დიდები არიან ვიდრე ნებისმიერი ცხოველი, რომელიც ადამიანს უნახავს.
დედამიწაზე ლურჯი ვეშაპი ყველაზე დიდი ცხოველია, რომელიც ჩვენ ვიცით. მაგრამ სხვა პლანეტაზე, განსაკუთრებით თუ გარემო პირობები განსხვავებულია, შეიძლება არსებობდნენ ორგანიზმები, რომლებიც ამაზე რამდენჯერმე უფრო დიდები არის. გიგანტური არსებები, რომლებიც შეიძლება პატონობდნენ ოკეანის ხმა ნაწილებში, არსებები, რომლებიც ჩვენი თვალთახედვით მეცნიერების ფანტასტიკის მონსტრებს გვანან. მაგრამ მათი სამყაროსთვის ისინი ეკოსისტემის ჩვეულებრივი ნაწილი არიან. და რაც უფრო ღრმად შევდივართ ამ წარმოსახვისა და მეცნიერების ოკეანეში, მით უფრო ვაცნობიერებთ, რამდენად ცოტა ვიცით სიცოცხლეზე სამყაროში. რადგან შეიძლება ყველაზე უცნაური არსებები ფილმებში კი არ ხვდებოდეს, არამედ იმ სამყაროში, სადაც ჯერ არ მიგვიღწევია. მაგრამ სანამ საუბრობთ ოკეანის ზედაპირზე გიგანტური არსებების არსებობის შესაძლებლობაზე, კიდევ ერთი უფრო დამაბრმავებელი კითხვა ჩნდება. რა შეიძლება ვიპოვოთ იმ ზღვების ყველაზე ღრმა ნაწილებში? ხოლო დედამიწაზეც კი ოკეანის ბევრ ნაწილამდე ადამიანს ჯერაც თითქმის არ მიუღწევია. და ერთ-ერთი ყველაზე ექსტრემალური ადგილი არის მარიანას ღრმული, სადაც სიღრმე თითქმის 7 მილს აღწევს. მაგრამ მიუხედავად ძალიან ძლიერი ცნევისა, მეცნიერები მაინც პოულობენ აქ სხვადასხვა სახის სიცოცხლეს, რომლებმაც შეძლეს ასეთ პირობებთან ადაპტაცია. ეს მეცნიერებაში ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილს გვიჩვენებს. ბუნება გვიჩვენებს, რომ სიცოცხლეს შეუძლია არსებობა ისეთ ადგილებშიც კი, რომლებიც თითქოს შეუძლებელია საცხოვრებლად. ამიტომ თუ სადმე არსებობს ოკეანეები, რომლებიც უფრო ღრმაა ვიდრე დედამიწაზე, შეუძლებელი არ არის, რომ იქაც არსებობდნენ ორგანიზმები, რომლებსაც ცხოვრების განსხვავებული გზა აქვთ. თუ მართალია, რომ TOI 1442 B-ის ოკეანე ისეთი ვრცელია, როგორც ამას ზოგიერთი პლანეტარული მოდელი აჩვენებს, შეიძლება მის ყველაზე ღრმა ნაწილში არსებულ არსებებს სრულიად განსხვავებული გარეგნობა ჰქონდეთ. ამ ადგილას ცნევა იმდენად ძლიერია, რომ ძნელია გადარჩენა იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც აქვთ მაგარი ძვლები ან სქელი ნიჟარები, როგორც დედამიწაზე ბევრ არსებას. შეიძლება სხვანაირად იყოს. ყველაზე მეტად აქ გადარჩებიან ის არსებები, რომლებსაც აქვთ რბილი და ელასტიკური სხეული, რომელსაც შეუძლია გაუძლოს მათ გარშემო არსებულ ძლიერ ცნევას. ასევე მზის შუქი ასეთ სიღრმეში ვერ აღწევს და თუ სინათლე არ არის, თვალებს შეიძლება მნიშვნელობა აღარ ქონდეს. ჩვენს პლანეტაზე არსებობს თევზები და სხვა ღრმა ზღვის არსებები, რომლებიც უფრო მეტად ეყრდნობიან წყლის მოძრაობის ვიბრაციების და ქიმიური სიგნალების შეგრძნებას, ვიდრე მხედველობას. შესაძლოა იგივე მოხდეს სხვა სამყაროშიც. ნახვის ნაცვლად, არსებები შეიძლება გრძნობდნენ მათ გარემოს სპეციალური ბიოლოგიური სენსორების საშუალებით, რომლებიც ჯერ კიდევ არ გვინახავს დედამიწაზე. ასევე არიან მეცნიერები, რომლებიც ვარაუდობენ, რომ თუ ასეთ ბნელ ადგილას სიცოცხლე არსებობს, ბიოლუმინესცენცია ალბათ მათი გადარჩენის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. ეს არის უნარი, თავად შექმნა სინათლე. დედამიწაზე მას იყენებენ ზოგიერთი თევზი, კალმარი და პატარა ორგანიზმები კომუნიკაციისთვის, ისთვის, ნადირობისთვის ან მტაცებლებისგან დასამალად. სხვაში, სადაც მზის არც ერთი სხივი არ აღწევს, სინათლე შეიძლება გადარჩენის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი იყოს. მაგრამ ასტრობიოლოგებს მხოლოდ ოკეანეები არ ახსენდებათ, როცა სხვა პლანეტებზე სიცოცხლეზე საუბრობენ. სინამდვილეში არსებობს კიდევ უფრო უცნაური იდეა, რომელსაც სამეცნიერო საზოგადოებაში დიდი ხანია განიხილავენ. რა მოხდება თუ სიცოცხლე არც მიწაზე ცხოვრობს და არც წყალში? რა მოხდება თუ მთელი ეკოსისტემა უბრალოდ ღრუბლებში ტივტივებს? 1976 წელს ასტრონომმა კარლ საგანმა და ფიზიკოსმა ედვინ სალპეტერმა ამოაყენეს ერთი საინტერესო შესაძლებლობა. მათი კვლევის მიხედვით გაზის გიგანტი პლანეტების ატმოსფეროს ზოგიერთ ნაწილში არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა. ამიტომ შესაძლებელია იქ ისეთი პირობები იყოს, რომლებიც სიცოცხლის გარკვეულ ფორმებს დაუჭერენ მხარს. ეს არ ნიშნავს, რომ უცხოპლანეტური სიცოცხლე აღმოაჩინეს, ეს მხოლოდ სამეცნიერო ჰიპოთეზაა. ეს ნიშნავს, რომ სიცოცხლე შეიძლება არა მხოლოდ დედამიწის მსგავს პლანეტებზე არსებობდეს. ამის მიუხედავად, როდესაც სიტყვა პლანეტას ვისმენთ, ხშირად გვახსენდება მიწა, მთები, ოკეანეები და ცა. მაგრამ გაზის გიგანტები თითქმის მთლიანად შედგება სქელი ღრუბლებისა და გაზისგან. იქ არ არის მყარი ზედაპირი, რომელზეც სიარული შეიძლება, არც კონტინენტებია, არც ტყეები და შეიძლება არც ოკეანე იყოს ისეთი, როგორიც დედამიწაზე. თუმცა მათ ატმოსფეროს უფრო მაღალ ფენებში არის ადგილები, სადაც პირობები ისეთი მკაცრი არ არის, როგორც პლანეტის ქვედა ნაწილებში. და აქ ჩნდება თეორიები შესაძლო ჰაერში მცხოვრებ ეკოსისტემებს. თუ ასეთ სამყაროში სიცოცხლე არსებობს, შეიძლება ის არც დადიოდეს და არც ურავდეს. ამის ნაცვლად შეიძლება მთელი ცხოვრება ჰაერში ლივლივებდეს. ზოგიერთი მოდელი, რომელიც მეცნიერებმა შემოგთავაზეს, აღწერს ორგანიზმებს, რომლებიც მსუბუქი აირების გამოყენებით ინარჩუნებენ სწორ სიმაღლეს. ეს გავს დირიჟაბლის ბუნებრივ ვერსიას.
ფრთების ნაცვლად მათ შეიძლება საკუთარი სიმაღლე აკონტროლონ. ეს შესაძლებელია იმით, რომ ისინი ცვლიან აირის შემადგენლობას საკუთარ სხეულში. და მცენარეების ან ცხოველების ჩამის ნაცვლად მათ შეუძლიათ პირდაპირ მიიღონ ენერგია საკუთარი ვარსკვლავის სინათლიდან ან ატმოსფეროში არსებული ქიმიური ნივთიერებებიდან. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე ვუახლოვდებით მეცნიერებისა და სამეცნიერო წარმოსახვის საზღვარს. რადგან ჯერ არ არსებობს ასეთი არსებების არსებობის მტკიცებულება, მაგრამ მთავარი ის კი არ არის სწორია თუ არა ამ მოდელების თითოეული დეტალი. მთავარი ის არის, რომ ისინი გვიჩვენებენ, რამდენად ფართოა შესაძლებლობები, როცა სამყაროში სიცოცხლეზე ვსაუბრობთ. ალბათ ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ყველა სიცოცხლე აუცილებლად უნდა გავდეს ჩვენსას. რადგან რაც უფრო მეტ პლანეტას პოულობთ ჩვენი მზის სისტემის მიღმა, მით უფრო ნათლად იკვეთება ერთის სიმართლე. სამყარო ბევრად უცნაურია, ბევრად ვრცელი და შესაძლებლობებით სავსე, ვიდრე ოდესმე ადამიანს უფიქრია. თუმცა არსებობს ერთი რამ, რასაც ბუნება კვლავ და კვლავ ამტკიცებს. სიცოცხლეს შეუძლია ადაპტირება ყველაზე რთულ პირობებშიც კი. დედამიწაზე არსებობენ ორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ კაკინულ ანტარქტიდაში, ზღვის ფსკერზე მდუღარე ჰიდროთერმულ ვენტილებში და ისეთ ადგილებშიც კი, სადაც თითქმის არ არის ჟანგბადი. ამიტომ ბევრი მეცნიერი თვლის, რომ პლანეტის კომფორტულობა საკმარისი საფუძველი არ არის იმის დასასკვნელად, შეიძლება თუ არა იქ სიცოცხლის არსებობა. ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანი კითხვა ის კი არ არის, არსებობს თუ არა სიცოცხლე, არამედ რა სახის სიცოცხლე შეიძლება წარმოიშვას. უკიდურეს პირობებში. ამას კარგი მაგალითია ეგრეთ წოდებული სუპერ დედამიწები. ესენი არიან პლანეტები, რომლებიც უფრო დიდი და მძიმეა ვიდრე დედამიწა, მაგრამ არა ისეთი დიდი როგორც გაზის გიგანტები, მაგალითად იუპიტერი. ასტრონომების თქმით, ამ ჯგუფის ერთ-ერთი კანდიდატია LHS 1040b ეგზოპლანეტა, რომელიც დაახლოებით 49 სინათლის წელიწადით დაშორებული ჩვენს პლანეტას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ უცნობია მასზე, ერთი რამ ნათელია პლანეტარულ მოდელებში. მას უფრო ძლიერი გრავიტაცია აქვს ვიდრე დედამიწას. და როდესაც სიცოცხლეზე ვსაუბრობთ, გრავიტაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დედამიწაზე ამას თითქმის ვერ ვამჩნევთ, რადგან ბავშვობიდანვე ვართ მიჩვეული. მაგრამ წარმოიდგინე, რომ ყოველი ნაბიჯი თითქოს დამატებით მძიმე ტვირთს ამატებს შენ სხეულზე. ასეთ სამყაროში ყოველი მოძრაობა უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს. ამის გამო შესაძლებელია ევოლუციამ სრულიად სხვა მიმართულება აირჩიოს. სიჩქარის ნაცვლად შესაძლო უპირატესობა გამძლეობას მიენიჭოს. ასეთ პლანეტაზე უფრო მეტად გადარჩებიან დაბალი, მძიმე და გამძლე არსებები. ეს იმიტომ კი არ არის, რომ ბუნებას ასეთი დიზაინი მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ეს უფრო ეფექტური გზაა გადარჩენისთვის უფრო ძლიერი გრავიტაციის პირობებში. თუ ასეთ პლანეტაზე ცხოველები არსებობენ, ისინი შეიძლება არ გავდნენ იმ სწრაფ მტაცებლებს, რომლებსაც დედამიწაზე ვიცნობთ. ამის ნაცვლად ისინი შეიძლება უფრო გავდნენ არსებებს, რომლებიც ენერგიის დაზოგვაზე არიან ორიენტირებულნი, ნელა მოძრავები, ფრთხილები და ძალიან კარგად გადარჩენის უნარის მქონენი. ეს კიდევ უფრო საინტერესო გახდება, თუ ცივ კლიმატსაც დავამატებთ. დედამიწაზე, როდესაც ტემპერატურა იკლებს, ბევრი ბიოლოგიური პროცესი ნელდება. ზოგიერთი ცხოველი ჰიბერნაციას მიმართავს, ხოლო სხვები კი სქელ დამცავ საფარს ივითარებენ სიცივის წინააღმდეგ. როდესაც ძლიერ გრავიტაციასა და ძლიერ სიცივეს ერთად ვაერთიანებთ, შესაძლებელია წარმოიქმნას ორგანიზმები, რომლებიც მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მოძრაობენ. ყოველი მოძრაობა მნიშვნელოვანია, ყოველი კალორია მნიშვნელოვანია და ყოველი შეცდომა შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს. ეს შეიძლება გამოიწვიოს ძვირფასი ენერგიის დაკარგვა. ესეთი ტიპის სამყაროში შეიძლება ყველაზე დიდი უპირატესობა იყოს არა ძალა ან სისწრაფე, არამედ მოთმინება. თუმცა ყველა პლანეტას არ აქვს ძალიან ძლიერი გრავიტაცია. შესაძლებლობის მეორე ბოლოში არსებობს სამყაროსები, სადაც გრავიტაცია უფრო სუსტია ვიდრე დედამიწაზე. და აქ სურათი უფრო უცნაური ხდება. როდესაც გრავიტაცია უფრო სუსტია, სხეულისთვის უფრო მარტივია დიდი ზომის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ბევრი მეცნიერი იყენებს დაბალი გრავიტაციის მქონე სამყაროს, მაგალითად, როდესაც საუბარია უზარმაზარი ორგანიზმების შესაძლებლობაზე. ერთ-ერთი სისტემა, რომელიც ხშირად განიხილება, არის ტრაპისტ-1 სისტემა. ეს არის პლანეტების ჯგუფი, რომლებიც ბრუნავენ პატარა ვარსკვლავის გარშემო, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 40 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. ამ პლანეტებიდან ამდენიმე მდებარეობს ეგრეთ წოდებული საცხოვრებელ ზონაში. ეს არის რეგიონი, სადაც შეიძლება შენარჩუნდეს თხევადი წყალი პლანეტის სხვა პირობების მიხედვით. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ამ სამყაროთა არც ერთზე სიცოცხლე ჯერ არ აღმოუჩენიათ. თუმცა ისინი მეცნიერებს აძლევენ შესაძლებლობას შეისწავლონ, როგორ შეიძლება განვითარდეს ეკოსისტემები სხვა გარემოში. სოფლიოში, სადაც გრავიტაცია უფრო სუსტია, ორგანიზმებზე ნაკლები ძალა მოქმედებს ქვემოთ. ამიტომ უფრო შესაძლებელია, რომ მცენარეები უფრო მაღლები გაიზარდონ, ვიდრე დედამიწაზე ვხედავთ.
ასევე შესაძლებელია არსებობდნენ ფრინავი არსებები, რომლებიც უფრო დიდები იქნებიან, ვიდრე ნებისმიერი ჩიტი, რომელსაც დღეს ვიცნობ. და თუ საკვები საკმარისი იქნება და ევოლუციისთვის საკმარისი დრო იქნება, შეიძლება გაჩნდნენ ცხოველები, რომლებიც ზომით გადააჭარბებენ დედამიწის უმეტეს პრეისტორიულ არსებებს. ეს არც პროგნოზია და არც მტკიცებულება, ეს უბრალოდ სამეცნიერო შესაძლებლობაა, რომელსაც ასტრობიოლოგიის სფეროში იკვლევენ და აქ საუბარი კიდევ უფრო საინტერესოდ ხდება, რადგან რაც უფრო მეტ ეგზოპლანეტას პოულობთ, მით უფრო ფართოვდება სიცოცხლის შესაძლო საცხოვრებელი ადგილების სია. არსებობს თხრით სავსე სამყაროები, არსებობს ღრუბლებითა და გაზით სავსე სამყაროები, არის სამყაროები, სადაც გრავიტაცია უფრო ძლიერია და ასევე არის ისეთი სამყაროები, სადაც შეიძლება დედამიწაზე უფრო მსუბუქად იგრძნოთ თავი. ყოველი ახალი აღმოჩენილი პლანეტით ჩვენი გაგებაც ფართოვდება ერთი მარტივი ჭეშმარიტების შესახებ. შესაძლოა სიცოცხლე სამყაროში ერთსა და იმავე დიზაინს არ ემორჩილებოდეს. დღემდე ყველა სიცოცხლე, რომელიც ვიცით, ერთ დიდ საფუძველს ეფუძნება. ეს არის ნახშირბადი. ადამიანის სხეულში, მცენარეებში, ცხოველებში, ბაქტერიებში და თითქმის ყველა ორგანიზმში, რომელიც მეცნიერებამ შეისწავლა, ნახშირბადი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამშენებლო ბლოკს წარმოადგენს. ეს ეხმარება დნმ-ის, ცილებისა, ცხიმების, ნახშირწყალბადების და კიდევ მრავალი რთული მოლეკულის შექმნაში, რომლებიც აუცილებელია სიცოცხლის არსებობისთვის. მაგრამ აქ იწყება უფრო ღრმა კითხვა. რა მოხდება თუ სხვა პლანეტაზე სიცოცხლე ნახშირბადზე არ იქნება დაფუძნებული? რა მოხდება თუ არსებობს სამყარო კოსმოსში, სადაც ორგანიზმები არ არის შექმნილი ხორცისგან, სისხლისგან, კანისგან ან უჯრედებისგან, როგორც ჩვენთან? მეცნიერებაში ეს დადასტურებულ ფაქტად არ ითვლება. ჯერ არ აღმოგვიჩენია სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე ან ნებისმიერი სხვა სახის სიცოცხლე, რომელიც არ არის ნახშირბადზე დაფუძნებული, მაგრამ ეს განიხილება როგორც შესაძლებლობა. სამყაროს სიდიდის გამო ზოგიერთი მეცნიერი ფრთხილობს და არ ზღუდავს სიცოცხლის მნიშვნელობას მხოლოდ იმით, რასაც დედამიწაზე ვხედავთ. ერთ-ერთი ელემენტი, რომელზეც ხშირად საუბრობენ, არის სილიკონი. ის ახლოსაა ნახშირბადთან პერიოდულ სისტემაში და ასევე შეუძლია შექმნას გარკვეული რთული სტრუქტურები. ამიტომაც მრავალი ტაბლოიდისთვის ეს თემა ასტრობიოლოგიასა და სამეცნიერო ფანტასტიკაში საყვარელი გახდა. თუმცა მნიშვნელოვანია განმარტოთ. ეს არ ნიშნავს, რომ სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლის ფორმირება მარტივია. დედამიწაზე ნახშირბადი უფრო მოქნილი და სასარგებლოა სიცოცხლის ქიმიისთვის. ის უკეთესად ქმნის გრძელ ჯაჭვებსა და სტაბილურ მოლეკულებს, რაც აუცილებელია ბიოლოგიური სისტემებისთვის. ამიტომ თუ სადმე სხვა სამყაროში სილიკონზე დაფუძნებული სიცოცხლე არსებობს, დიდი ალბათობით ის სრულიად განსხვავებული იქნება ყველაფრისგან, რაც ჩვენ ვიცით. წარმოიდგინეთ პლანეტა, როგორიცაა კეპლერ 16 NASA-ს მიხედვით, ეს არის ეგზოპლანეტა, რომელიც დედამიწაზე უფრო დიდია და თავის ვარსკვლავის საცხოვრებელ ზონაში მდებარეობს. ჯერ კიდევ უცნობია, არსებობს თუ არა იქ სიცოცხლე და ასევე დაუდგენელია, როგორი რეალურად არის მისი ზედაპირის მდგომარეობა. მაგრამ როგორც გონებრივი ექსპერიმენტი, ეს კარგი მაგალითია იმ სამყაროსი, რომელიც შეიძლება გვაიძულოს, რომ დედამიწის მსგავსი სიცოცხლის მიღმა ვიფიქროთ. თუ პლანეტას აქვს განსხვავებული ქიმიური შემაშემგელობა, განსხვავებული წნევა, განსხვავებული ტემპერატურა და განსხვავებული ხელმისაწვდომი მასალები, შესაძლებელია, რომ იქ სიცოცხლე საერთოდ არ იყენებდეს. ის შეიძლება მოძრაობდეს, იკვებებოდეს ან მრავლდებოდეს ჩვენთვის უცნობი გზებით. შესაძლებელია, რომ ორგანიზმი გამოიყურებოდეს როგორც ქვა, მისი სხეული შეიძლება იყოს კრისტალივით, შეიძლება მისი მოძრაობა იმდენად ნელი იყოს, რომ ადამიანის თვალისთვის ის უბრალოდ უსიცოცხლოდ გამოიყურებოდეს. ეს არც ცხოველია, არც მცენარე, არც ბაქტერია. მაგრამ საკუთარ სამყაროში მას შეიძლება ჰქონდეს ენერგიის მიღების, სტრუქტურის შექმნის და ნიმუშის შემდეგ თაობაზე გადაცემის საკუთარი გზა. DNS ნაცვლად შეიძლება არსებობდეს სხვა სისტემა, რომელიც ინფორმაციას ინახავს. ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია თუ არა ეს რეალურ ბუნებაში. მაგრამ არსებობს ჰიპოთეზები, რომლებიც ამბობენ, რომ ინფორმაცია შეიძლება დაიკოდოს ატომების განლაგებაში, მუხტებში, ან განმეორებად კრისტალურ სტრუქტურებში. თუ ასეა, რეპროდუქცია არ იქნება მსგავსი მშობიარობის ან უჯრედის გაყოფის. უფრო დაემსგავსება ნელ-ნელა მზარდი ნიმუშის პროცესს, როგორც კრისტალი, რომელიც ვრცელდება, როგორც ქვა, რომელიც ნელ-ნელა ქმნის საკუთარ ასლს. და თუ ტემპერატურა, წნევა ან გარშემო არსებული მასალები შეიცვლება, შეიძლება ვარიაციაც წარმოიშვას. დედამიწაზე გენეტიკური კოდის ცვლილებას მუტაციას უწოდებთ. ასეთ უცხოპლანეტურ სისტემაში კი მუტაცია შეიძლება იყოს უბრალოდ შეცდომა სტრუქტურის ზრდის პროცესში. პატარა ცვლილება ფორმაში, სხვა სისქე, სხვა ნიმუში, სხვა რეაქცია გარემოზე და სწორედ აქ ერთვება ბუნებრივი გადარჩევა. ის არ აირჩევს ყველაზე სწრაფს ან ყველაზე ჭკვიანს, ის აირჩევს ყველაზე გამძლეს. იმას, ვინც შეძლებს დარჩენას, იმას, ვინც შეძლებს საკუთარი ნიმუშის გამეორებას. ის, ვინც შეძლებს გადარჩენას ისეთ სამყაროში, რომელიც ჩვენთვის მკვდარს გავს. მაგრამ რაც უფრო ვშორდებით სიცოცხლის ჩვენთვის ნაცნობ სახეს, კიდევ ერთი უფრო დიდი შესაძლებლობა ჩნდება. რა მოხდება თუ რასაც ვეძებთ, უბრალოდ მარტივი ორგანიზმი არ არის.
ნამოხდება თუ ირმის ნახტომის ერთ ნაწილში არსებობს ცივილიზაცია, რომელიც ჩვენზე უფრო განვითარებულია. ეს არ არის მტკიცება. ჩვენ ჯერ არ გვაქვს უცხოპლანეტური ცივილიზაციის დადასტურებული მტკიცებულება, მაგრამ არიან მეცნიერები, რომლებიც ეძებენ იმას, რასაც ტექნოლოგიას უწოდებენ. ეს ნიშნავს ტექნოლოგიის შესაძლო კვალს კოსმოსში. არა ხმის ჟღერადობას. არა კამერის წინ გამლევ კოსმოსურ ხომალდს. არამედ სინათლის სითბოს ან ენერგიის ისეთი ნიმუშები, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ვიღაც იყენებს განვითარებულ ტექნოლოგიას. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იდეა აქ არის დაისონის სფერო. ეს არის ჰიპოთეტური სტრუქტურა, რომელიც შეიძლება შექმნას ძალიან განვითარებულმა ცივილიზაციამ, რათა შეაგროვოს მათი ვარსკვლავის ენერგია. ეს არ არის პირდაპირ დადასტურებული სტრუქტურა, ეს არის კონცეფცია, რომელსაც დიდი ხანია სწავლობენ სეთის კვლევებში. მაგრამ თუ არსებობს ცივილიზაცია, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს უზარმაზარი ენერგია, ის შეიძლება დატოვოს აღმოსაჩენის სითბოს კვალი. ბოლო დროს რამდენიმე კვლევამ მილიონობით ვარსკვლავი შეისწავლა ოპტიკური და ინფრაწითელი მონაცემების გამოყენებით. რამდენიმე ვარსკვლავი გამოვიდა კანდიდატებად, რადგან ჰქონდათ უჩვეულო ინფრაწითელი ჭარბი გამოსხივება. მაგრამ დღემდე ეს არ არის უცხოპლანეტური ცივილიზაციის მტკიცებულება. ეს შეიძლება მხოლოდ ბუნებრივი ახსნა იყოს, შეიძლება მტვერი იყოს, შეიძლება უჩვეულო ვარსკვლავური აქტივობა იყოს, შეიძლება მონაცემების შეზღუდვებიც იყოს. ამიტომ საჭიროა შემდგომი დაკვირვებები, სანამ მყარ დასკვნას გამოვიდანთ. და აქ შემოდის კარდაშევის სკალა. 1964 წელს საბჭოთა ასტრონომმა ნიკოლაი კარდაშევმა შემოგთავაზა მეთოდი, თუ როგორ ვიფიქროთ განვითარებული ცივილიზაციების დონეზე იმ ენერგიის რაოდენობის მიხედვით, რომელსაც ისინი იყენებენ. მარტივი სიტყვებით რო ვთქვათ, ტიპი ერთი ცივილიზაცია შეუძლია გამოიყენოს თავისი მთელი პლანეტის ენერგიის რესურსები, ტიპი 2 კი უკვე საკუთარი ვარსკვლავის ენერგიის გამოყენებას ახერხებს. ტიპი 3 კი უკვე თითქმის გალაქტიკურ მასშტაბზეა. ჩვენ როგორც ადამიანური ცივილიზაცია ჯერ კიდევ ვერ მივახციეთ ტიპი 1-ის. ამიტომ თუ არსებობს ჩვენზე უფრო განვითარებული ცივილიზაცია, შეიძლება ტექნოლოგიაში უზარმაზარი სხვაობა იყოს ჩვენსა და მათ შორის. შესაძლოა ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, არა იმიტომ რომ ისინი არ არსებობენ, არამედ იმიტომ რომ არასწორ რამეს ვეძებთ. ჩვენ მიჩვეულები ვართ ვეძებოთ სიცოცხლე, რომელიც დედამიწას ჰგავს. წყალი, ნახშირბადი, ჟანგბადი, პლანეტა, რომელიც ჩვენსას ჰგავს. მაგრამ შესაძლებელია რომ სამყარო სიცოცხლის შექმნის სხვა გზა ჰქონდეს. შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე, რომელიც ღრუბლებში დაცურავს. შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე, რომელიც ოკეანის ქვეშ არის დამალული. შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე, რომელიც ქვასავით ნელია. და შეიძლება არსებობდეს ინტელექტი, რომელიც ტექნოლოგიას ისე აღარ იყენებს, როგორც ჩვენ გვესმის. ბოლოს და ბოლოს უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიებაში ყველაზე რთული ნაწილი მხოლოდ პლანეტების დაშორება არ არის, არამედ ჩვენი წარმოსახვის შეზღუდვაც. რადგან თუ სხვა სამყაროში სიცოცხლე ძალიან განსხვავდება დედამიწის სიცოცხლისგან, შეიძლება უკვე ვუყურებთ მის ნიშნებს. უბრალოდ არ ვიცით, როგორ ამოვიცნოთ ისინი. თუ გადავხედოთ ადამიანის ისტორიას, შევამჩნევთ, რომ თითქმის ყველა თაობა მხოლოდ იმას ფიქრობს, რომ ისინი ცხოვრობენ ყველაზე დიდი ცვლილებების ეპოქაში. მაგრამ არსებობს მიზეზი, რატომაც ჩვენი დრო განსხვავებული. მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩვენ მივედით პირველი კომპიუტერებიდან ხელოვნურ ინტელექტამდე, რომელსაც შეუძლია წერა, საუბარი, სურათების შექმნა და სამეცნიერო კვლევაში დახმარება. ამასთან ერთად სწრაფად ვითარდება რობოტიკა, განახლებადი ენერგია, ბიოტექნოლოგია და კოსმოსის კვლევა. ამიტომ მეცნიერებში კვლავ გააქტიურდა ინტერესი ძველი იდეის მიმართ, რომელიც 1964 წელს საბჭოთა ასტრონომმა ნიკოლაი კარდაშევმა წარადგინა. მან სცადა ერთ მარტივ კითხვაზე პასუხისგაცემა. როგორ შეგვიძლია გავზომოთ, რამდენად განვითარებულია ცივილიზაცია? პოპულაციის, ეკონომიკის ზომის ან სამხედრო ძალის ნაცვლად მან საზომად ენერგია გამოიყენა, რადგან საბოლოოდ თითქმის ყველა ტექნოლოგია ენერგიაზეა დამოკიდებული. რაც მეტი ენერგია, მით მეტი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, მით უფრო მაღალია განვითარების დონე. ამ თვალსაზრისით კაცობრიობა ჯერ კიდევ არ მიეკუთვნება კარდაშევის სკალის პირველ დონესაც კი. სინამდვილეში ბევრი მეცნიერი კაცობრიობას ჯერ კიდევ ცივილიზაციად მოიხსენიებს, რომელიც ჯერ კიდევ განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამს. მიუხედავად იმისა, რომ უკვე გაგვიგზავნია კოსმოსური ხომალდები მზის სისტემის სხვადასხვა ნაწილში, ჩვენ მაინც დამოკიდებული ვართ ჩვენი პლანეტის შეზღუდულ რესურსებზე. ჩვენ კვლავ ვიყენებთ ნავთობს, ქვანახშირს და ბუნებრივ გაზს. კვლავ დგავართ გამოწვევების წინაშე, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და რესურსების მართვა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი პოტენციალი მცირე. სოფლიოს სხვადასხვა ლაბორატორიაში მეცნიერები ამჟამად იკვლევენ შერწყმის ენერგიას, ტექნოლოგიას, რომელიც თუ ფართოდ გამოყენებული გახდება, შეიძლება უზარმაზარი რაოდენობის სუფთა ენერგიის წყარო გახდეს. ამასთან ერთად მუდმივად ფართოვდება გეგმები ადამიანის მუდმივი ყოფნისთვის კოსმოსში, არსებობს მისიები მთვარეზე, გეგმები მარსზე და კონცეფციები, რომლებიც ახლა თითქოს სამეცნიერო ფანტასტიკაა, მაგრამ სერიოზულად იკვლევენ ზოგიერთი მკვლევარი. აქ შემოდის პირველი ტიპის ცივილიზაციის იდეა. კარდაშევის სკალის თანამედროვე ინტერპრეტაციის მიხედვით, პირველი ტიპის ცივილიზაცია არის საზოგადოება, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს და მართოს საკუთარი პლანეტის ხელმისაწვდომი ენერგიის დიდი ნაწილი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ უკვე აკონტროლებენ ამინდს, ან შეუძლიათ მთელი მსოფლიოს შეცვლა ერთი თილაკის დაჭერით. ამგვარი იდეებიდან ზოგიერთი კვლავ სპეკულაციურია, მაგრამ ეს აჩვენებს იმ მიმართულებას, რომელსაც შეიძლება მივყვეთ. შემდეგ კი წარმოიდგინეთ მაღალგანვითარებული პლანეტარული ცივილიზაცია, სადაც თითქმის მთელი ენერგია სუფთა წყაროებიდან მოდის. ზის ენერგიის სისტემები ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე დღეს, ბირთვული ტექნოლოგიის მომდევნო თაობები, ჭკვიანი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამცირებს რესურსების ფუჭად ხარჯვას და გლობალური სისტემები, რომლებიც უკეთესად აგვარებენ მთელ პლანეტაზე არსებულ პრობლემებს. ამ დონეზე კაცობრიობა შეიძლება უფრო მეტად იყოს ორიენტირებული სამეცნიერო კვლევებზე, ვიდრე შეზღუდული რესურსებისთვის ბრძოლას. მაგრამ რამდენადაც განვითარებული არ უნდა იყოს პირველი ტიპის ცივილიზაცია, მას მაინც აქვს თავისი ლიმიტები. ის მაინც მიბმულია საკუთარ ვარსკვლავურ სისტემაზე. და სწორედ აქ იწყება შემდეგი დონეების უფრო ამბიციური ეტაპი. თეორიულ მოდელებში კარდაშევის სკალაზე მეორე ტიპის ცივილიზაცია არის საზოგადოება, რომელსაც შეუძლია საკუთარი ვარსკვლავის ენერგიის უზარმაზარი ნაწილის გამოყენება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი პირდაპირ აშენებენ მყარ ბურთს თავიანთი ვარსკვლავის გარშემო. სინამდვილეში ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ესეთი დიზაინი პრაქტიკული არ არის. ამის ნაცვლად უფრო ხშირად საუბრობენ დაისონის სუორმის კონცეფციაზე, რომელიც წარმოადგენს უამრავი თანამგზავრის ან ენერგიის შემგროვებელი სტრუქტურების დიდ კოლექციას, რომლებიც ვარსკვლავის გარშემო ბრუნავენ, რათა მისი გამოყოფილი ენერგიის ნაწილი შეაგროვონ. ნიშნავენია გვახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ არავის უპოვია დაისონის სუორმი. ამჟამად არც ერთი უცხოპლანეტელთა მეგასტრუქტურა არ არის დადასტურებული. თუმცა ასტრონომები მას იყენებენ როგორც მაგალითს, იმ ტიპის ინჟინერიისა, რომელსაც შეიძლება მიმართოს ძალიან განვითარებულმა ცივილიზაციამ. თუ საზოგადოება მიაღწევს ასეთ დონეს, მათი ენერგიისადმი დამოკიდებულება შეიცვლება. ენერგია, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო იყენებს, ძალიან მცირე იქნება იმ ენერგიასთან შედარებით, რომელიც ჩვეულებრივი ვარსკვლავისგან მოდის. და ამ ეტაპზე შეიძლება უფრო შესაძლებელი გახდეს ის რაღაცები, რაც დღეს შეუძლება გვეჩვენება უზარმაზარი კოსმოსური ჰაბიტატები. უფრო სწრაფი მოგზაურობა პლანეტებს შორის და შესაძლოა პირველი სერიოზული მცდელობები სხვა ვარსკვლავებამდე მისაღწევად. ჩვენ არ ვიცით, არსებობს თუ არა ცივილიზაცია, რომელიც ამ დონეს მიაღწია. ასევე არ ვიცით რეალურად შესაძლებელია თუ არა ეს პრაქტიკული ინჟინერიის თვალსაზრისით. მაგრამ როცა ცას უყურებთ და კიდევ უფრო მეტ ეგზოპლანეტას პოულობთ, ერთი რამ უფრო და უფრო ნათელი ხდება. ამჟამინდელი კაცობრიობა შეიძლება მხოლოდ ძალიან გრძელი ისტორიის დასაწყისში იყოს. ეს ისტორია ერთხელ შეიძლება დედამიწას გასცდეს, მზის სისტემას გასცდეს და ალბათ იმ საზღვრებსაც კი გასცდეს, რომლებიც დღეს შეუძლებელად მიგვაჩნია. ყველა თეორიის მიუხედავად სუპერ განვითარებულ უცხოპლანეტურ ცივილიზაციებზე არსებობს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომელიც ხშირად გამორჩენილია. თუ მართლაც არსებობენ ცივილიზაციები, რომლებიც ჩვენზე მილიონობით წლით წინ არიან, რატომ არ გვაქვს ჯერ კიდევ აშკარა მტკიცებულება? ეს არის ასტრონომიაში ცნობილი გამოცანის სახელად ფერმის პარადოქსის მთავარი არსი. მარტივად რომ ვთქვათ, მისი კითხვა ასეთია. თუ სამყარო ასეთი უზარმაზარია და სიცოცხლისთვის შესაფერისი უამრავი პლანეტაა, სად არიან ისინი ყველა? NASA-ს მიხედვით ბოლო 10 წლეულებში 1000-ობით ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს. და ასტრონომების შეფასებით მხოლოდ ირმის ნახტომში შეიძლება 100 მილიონი პოტენციურად სიცოცხლისთვის ვარგისი პლანეტა იყოს. თუ ასია, მაშინ რატო არ გვაქვს ჯერ კიდევ უცხოპლანეტური ცივილიზაციის აშკარა ნიშნები? არსებობს სხვადასხვა შესაძლო პასუხი. შეიძლება ისინი ძალიან შორს არიან, შეიძლება ისინი ძალიან იშვიათები არიან. ან შეიძლება ჩვენ არასწორად ვეძებთ. ბევრი წლის განმავლობაში უცხოპლანეტური ინტელექტის ძიების უმეტესობა პროექტები რადიოსიგნალებზე იყო კონცენტრირებული. პრობლემა ისაა, რომ შეიძლება ჩვენ ვიყენებთ ტექნოლოგიას, რომელსაც უფრო განვითარებული ცივილიზაცია აღარ იყენებს. წარმოიდგინე ეს. თუ თანამედროვე ეპოქის ადამიანი ცდილობს სმარტფონით დაუკავშირდეს
შუა საუკუნეების ადამიანს მეორე მხარეს არანაირი გზა არ ექნება, რომ სიგნალი გაიგოს. შესაძლოა ჩვენც ასეთივე მდგომარეობაში ვართ კოსმოსში. შეიძლება სიგნალები ახლა გადის ჩვენს გვერდით, მაგრამ ჩვენ ვერ ვცნობთ მათ როგორ ჩეტყობინებას. ამიტომ მეცნიერებმა ნელ-ნელა გააფართოვეს ძიების არეალი. ისინი აღარ ეძებენ მხოლოდ კომუნიკაციას, ისინი ასევე ეძებენ უზარმაზარი საინჟინრო პროექტების კვალს, უზარმაზარი ენერგიის გამოყენების ნიშნებს და უჩვეულო ასტრონომიულ მოვლენებს, რომლებსაც შეიძლება ხელოვნური წარმოშობა ჰქონდეთ. მაგრამ ამ დროისთვის ჯერ არ არსებობს დადასტურებული მტკიცებულება. წარსულში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც კვლევარებს ეგონათ, რომ მათ აღმოაჩინეს უცხო პლანეტელთა შესაძლო სიგნალი. თუმცა, უფრო დეტალურად შესწავლისას აღმოჩნდა, რომ ეს მხოლოდ ბუნებრივი მოვლენები იყო, ან სიგნალები, რომლებიც თავად დედამიწიდან მოდიოდა. ეს აჩვენებს თუ რამდენად რთულია ნამდვილი ანომალიის გამორჩევა ჩვეულებრივი ასტრონომიული მოვლენებისგან. ასევე არსებობს იდეები, რომლებიც ამბობენ, რომ შესაძლოა განვითარებული ცივილიზაციები სპეციალურად იმალებიან. თუ მათი ტექნოლოგია საკმარისად განვითარებულია უზარმაზარი ენერგიის манипуლირებისთვის, შესაძლებელია, რომ მათ ასევე შეუძლიათ თავი აარიდონ აღმოჩენას. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვარაუდია. არ არსებობს მტკიცებულება, რომ უცხოპლანეტური ცივილიზაციები სპეციალურად იმალებიან. მაგრამ ეს აჩვენებს, რამდენი შესაძლებლობა უნდა გავითვალისწინოთ, როცა დედამიწის გარეთ სიცოცხლეზე ვსაუბრობთ. კიდევ ერთ საინტერესო შესაძლებლობა არსებობს. რა მოხდება თუ ტექნოლოგიაში ჩამორჩენილები არ ვართ? რა მოხდება თუ დროს ჩამორჩებით? არსებობს რამდენიმე სამეცნიერო მოდელი, რომლებიც ვარაუდობენ, რომ შეიძლება არსებობდეს პერიოდები სამყაროს ისტორიაში, როდესაც გონიერი სიცოცხლის წარმოშობა უფრო ხელსაყრელი იყო ვიდრე ახლა. თუ ეს მოდელები სწორია, შესაძლებელია, რომ არსებობდნენ ცივილიზაციები, რომლებიც გაჩნდა და გაქრა მანამდე, სანამ დედამიწა წარმოიქმნებოდა. ან იქნებ არსებობენ ცივილიზაციები, რომლებმაც ჯერ არც კი დაიწყეს აღმოცენება ისეთ სამყაროებზე, რომლებიც ახლა მხოლოდ ხალიბდება. კოსმოსის უსაზღვრო დროის მასშტაბზე მთელი ადამიანის ისტორია თითქმის ერთი თვალის დახამხამებაა. და ალბათ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რასაც ასტრონომია გვასწავლის. ჩვენ არ ვიმყოფებით ყველაფრის ცენტრში, ჩვენ მხოლოდ ახალგაზრდა სახეობა ვართ, რომელიც ახლა იწყებს კითხვების დასმას სამყაროს შესახებ. ამ დროისთვის ჩვენ ჯერ არ შეგვხედრია უცხოპლანეტელი ცივილიზაცია, ჩვენ ჯერ არ გვინახავს დაისონის სფერო, ჩვენ ჯერ არ მიგვიღია შეტყობინება, რომელიც უდავოდ სხვა სამყაროდან მოდის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი გველოდება. პასუხი ყოველ ახალ ტელესკოპზე, რომელიც გაშვებულია, ყოველ ექსოპლანეტაზე, რომელიც აღმოაჩინეს და ყოველ სიგნალზე, რომელსაც ასტრონომები იკვლევენ, ჩვენი ცოდნის საზღვრები კიდევ უფრო ფართოვდება. და იქნებოდეს მე იქნება აღმოჩენა, რომელიც თლიანად შეცვლის ჩვენს წარმოდგენას, ჩვენს ადნეს ადგილზე კოსმოსში. იმ დღემდე ძიება გრძელდება. ეს არ არის მხოლოდ უცხოპლანეტური სიცოცხლის ძიება, არამედ პასუხის ძიება ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე, რომელიც კაცობრიობას დაუსვამს. თუ მხოლოდ ჩვენ ფიქრობთ, ვოცნებობთ და ვარსკვლავებს უყურებთ. თუ კიდევ არსებობს თვალები შორეულ კუთხეებში სამყაროსი, რომლებიც ზუსტად იმავე კითხვას სვამენ.